დღეს მოვედით ირმასთან, რომელიც არის საუკეთესო ტატუ არტისტი, წლებია და ამერიკაში დადის ხოლმე ხშირად და ძალიან ცოტა დროს ატარებს საქართველოში და შესაბამისად უსწრაფესად ვეცადე რომ მოსულიყავით და ჩემი სურვილი რომ ტატუ დავიხატო ამე სრულებინა და იქნება ამ ჩემ ძველ ტატუებს რამე უშუალოს რომელიც ძალიან სამარცხვინოდ გამოიყურება იმის ფონზე რასაც აკეთებს ირმა. ეს ტატუ სალონი უკვე გაიხსნა. იმარჯვებს სიკეთე ბოროტებაზე. და ეს არის უკრაინის გერბი, რომელიც არის ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ძნელი წერტილი ამ ეტაპზე, მით უმეტეს, სადაც ვიგრძენი ეგ. და მექნება სულ სამახსოვროდ. აუ, ძალიან ლამაზია. ძალიან პატარა ხელზეა. ლამაზია. ანუ ხრამის წასმა არაფერი არ უნდა? წრიული მოძრაობით როგორც მასაჟი შეიზრო კარგად, მაგრამ სანამ არ შეფასება ხდება. ესე რომ ვდგავარ ჩანს ხო? ლევან ვიდეოები მაგირსე. ესეც ესე. ჩემი ტატუ, ჩემ სამაყო საქციელი ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში და ეს ტკივილი, რომელსაც განვიცდიდი ტატუს ხატვისას, არაფერია იმასთან შედარებით, რა სიამოვნებასაც მანიჭებს და მომანიჭებს ის ადამიანები, ვისთვისაც ეს გავიკეთე და რა მესიჯსაც ატარებს ეს ყველაფერი. შევხვდებით შემდეგ ვიდეოებში, რომლებიც იქნება ისევ ძალიან საინტერესო, ნელ-ნელა გაგიზიარებთ საინტერესო პროექტებს, რომელზეც ვიმუშავე და ჩემს ყოველდღიურობას, რომელიც ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანია ხოლმე და ესეთ პატარ-პატარა ჩემს ცხოვრების ისეთ მომენტებს, რომლებიც მინდა რომ ვიდეოს სახით იყოს სადმე შემონახული ჩემი პატარა გმირობები, რომელიც ჩემ თავისთვის კეთდება ხოლმე, ამ ყველაფერსაც ჩავაქსოვ ხოლმე ამ ვიდეოებში. იმედია მოგეწონებათ, იმედია იქნებით ჩემი მეგობარი YouTube-ზე და სხვა სოციალ ქსელებშიც და შევხვდებით. კოცნით თქვენი პეპი.